საღამომშვიდობისა. ეთერშია ტელეკომპანია თრიალეთის საინფორმაციო სამსახური. დღევანდელ დღეს საქართველოს სრულიად მართლმადიდებლური ეკლესია თამარობის დიდ დღესასწაულზე იმობს. გუშინ კი პოლიტიკოსებმა ქარელის რაიონის კულტურის სახლში მოაწყეს შეხვედრა მოსახლეობასთან. სახალხო პარტიის წევრები მორიგი საპარლამენტო არჩევნებისათვის ემზადებიან. 13 მაისს ქარელის რაიონმა კვლავ პოლიტიკოსებს უმასპინძლა. ამჯერად რაიონის სტუმრები სახალხო პარტიის წევრები, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კობახიძე, აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თამარ შავთვალაძე და დეპუტატი ჯონი თაგნიაშვილი აღმოჩნდნენ. ჩვენ გარკვეულ ანგარიშს ვაბარებთ ჩვენ სამორჩეველს, იმათმა ვინც ხმა მოგცა და ვინც ხმა არ მოგცა, აი ასეთი შეხვედრებით. ჩვენ ვცდილობთ გარკვეულ საკითხებზე ჩვენი თვალთახედვა, ჩვენი ინფორმაციები მივაწოდოთ, ჩვენი პოზიციები გავაცნოთ. მით უმეტეს რომ ცენტრალური პრესა მთლიანად ხელისუფლების მხარდამჭერია, იქ ხშირად მიყურებია ცენტრალური პრესისთვის და ტელევიზიისთვის და ესეთი შთაბეჭდილება დამრჩენია, რომ თითქოს სულ სხვა შეხვედრაზე ვყოფილვარ. რაიონის კულტურის სახლის დარბაზში, რომელიც არც თუ ისე ხალხმრავლობით გამოირჩეოდა, სახალხო პარტიებთან მხრიდან საკმაოდ თამამი განცხადებები ისმოდა. ფაქტია, რომ ყველაფერზე პასუხისმგებელი დღეს არის ერთი სუბიექტი, ერთი პოლიტიკური ორგანიზაცია, რასაც მოქალაქეთა კავშირი და მისი ხელმძღვანელი ქვეყნის პრეზიდენტი. და უამრავი ფაქტობრივი მასალა არსებობს იმისა, რომ ქვეყანაში ვითარება ბედის უკან და ეს ყველაფერი ძირითადად სუბიექტური მიზეზების გამო ხდება. ქვეყანაში აქვს კორუფცია და რასაც მე ვაპარაკობ, თავარი ის არის, აღიარებულია თვითონ პრეზიდენტის მიერ, თვითონ მოქალაქეების მიერ. ერთადერთი რაც დღევანდელმა ხელისუფლებამ გააკეთა, ეს არის, რომ დაგვიტოვა 5 მილიარდიანი საგარეო ვალი, რომ აღარაფერი თქვათ ქვეყნის შიგნით არსებულ დავალიანებაზე, რომელიც დაახლოებით 30 მილიონს აღწევს. ასეთი განცხადების გაკეთების შემდეგ გიორგი კობახიძემ საუბარი კორუფციის თემით შეცვალა. კორუფცია შეიძლება არსებობდეს მხოლოდ უმაღლესი თანამდებობის პირების დონეზე. სხვა შემთხვევაში ეს კორუფცია, სხვა შემთხვევაში არის აპატია და წვრილმანი მამაძალობება. სახელმწიფო დონეზე. კორუფცია ეხება მხოლოდ მინისტრებს, დაუშვათ რწმუნებულს, გამგებელს. ყველაზე დაბალი დონე შეიძლება იყოს მინისტრის მოადგილე. ერთი პასუხნაგები კაცი იქნება გამახსენებთ. მე პირადად ესეც არის. აქტიურმა ოპოზიციამ დარბაზში მყოფთა შეკითხვებზე დღევანდელი ხელისუფლების მისამართით საკმაოდ სერიოზული ბრალდებებით უპასუხა. მოქალაქეთა კავშირმა და პრეზიდენტმა ყველაფერზე აიღო პასუხისმგებლობა, რეალურად არაფერი არ შეასრულა. საგამდე შეუძლიათ ახლა ამ ტყუილებით თავს მოახვილო ხალხს თავიანთი ყოფნა ხელისუფლებაში და თავიანთი ყოფნის აუცილებლობა მე არ ვიცი და მეორეც ისინი არავისთან ხელისუფლების გაყოფას არ ფიქრობენ. ხალხო პარტია ვალდებული იქნება რომ სხვასთან ერთად გაინაწილოს პასუხისმგებლობა და პასუხისმგებლობის განაწილება სხვა არაფერი თუ არა უფლება მოვალეობის გამიჯვნა ამა თუ იმ სფეროში. აქედან გამომდინარე რომ ჩვენ ისე მზათა ვართ ესეთი ერთპარტიული ხელმძღვანელობისთვის, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდება და ამიტომ იძულებული იქნება ნებისმიერი პარტია, მარტო სახალხო არა, სხვა პარტიის და სხვა სექტორის, თუ შეიძლება ასე ითქვას, აზრი და სოფხედულობა გაიზიაროს. მოსახლეობასთან 3 საათიანი შეხვედრის შემდეგ სახალხო პარტიელებმა გეზი ხაშურისაკენ აიღეს. მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ისინი ხმების 10%-ის დაგროვებას ვარაუდობენ. სანამ პოლიტიკოსები რეგიონებში მოგზაურობისას საპარლამენტოს ხდომებს ასწრნენ, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ეკლესიები შენდება. ქარელის რაიონის სოფელ აბანოში ახლად გახსნილი ეკლესიის სტუმრები მხოლოდ სასულიერო პირები არ იყვნენ.
12 მაისს ქარელის რაიონის სოფელ აბანოში ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში, რომელიც ბაგრატიონთა ინიციატივით აშენდა, საზეიმო წირველოცას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე ეძებოდა. თუმცა ეკლესიის სტუმართა ამბავმა მხოლოდ სასულიერო პირთა სიმრავლით არ გამოირჩეოდა. იმ დროს ღვთისმშობლის ეკლესიაში თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ და საქართველოს სასაზღვრო ჯარების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ვალერი ჩხეიძემაც დაანთეს სანთლები. რაც შეეხება თავად ეკლესიას, მისი აშენების იდეა 1996 წლის 21 სექტემბერს დაიბადა. ეკლესია რამდენიმე წელს შენდებოდა და 1998 წლის 6 ნოემბერს გაიხსნა, თუმცა ეს დრო ქალბატონი ნანა ბაგრატიონისათვის საკმაოდ რთული პერიოდი იყო. ეკლესია კარგახან შენდებოდა, იცით, დავით ხანის არ იყო, მიუხედავად იმისა, გურამ ქაშაყაშვილი ძალიან დამეხმარა, ცემენტი ყველაფერი იყო, მაგრამ ცოტა გაჭირდა საკითხი რაში, იცით? მე ჩამოვიყვანე ხელოსნები, მინდოდა მათ აეშენებიათ ეს. აქაურებმა თქვეს, არა, ჩვენ უნდა ავაშენოთ ეს აუცილებლად და რახან ასე დადგა, მე ისე აღარ გაჩნდა საქმე, რომ გინდა თუ არა ისე ყოფილიყო და ცოტა გაჭიარულა მას. ეკლესიის აშენების იდეა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს გაჩნდა. სწორედ ამის გამო იგი ღვთისმშობლის სახელს ატარებს. როგორც ჩანს, პოლიტიკა გადამდების ენია. გუშინ ქარელის რაიონის გამგეობის შენობაში ჩამოყალიბდა ახალგაზრდული პარლამენტი. 13 მაისს ქარელში რაიონის ახალგაზრდული დეპარტამენტის ინიციატივით ახალგაზრდული პარლამენტი ჩამოყალიბდა, რაც შეეხება მის მიზნებსა და ამოცანებს. ეს მომენტის პირველ რიგში გათვალისწინებული გვაქვს კულტურის კერების აღდგენა აღორძინება ქარელის რაიონში. შემდეგ არის სკვერები. კონკრეტულად ეს კინოთეატრების შენობები მოგეხსენებათ, როგორ ავალი მდგომარეობაშია. თითქმის ყველა საკრებულოში, რამდენიმე საკრებულოში ფუნქციონირებს. ჭისის ჩვენი ინიციატივით და ჩვენი თაოსნობით ახალგაზრდული დეპარტამენტისა რამდენიმე სოფელში მოგეხსენებათ ჩვენი პერიოდი, ომი, ეს გაჭირვება დაინგრა, ფაქტიურად გაცამტვერებული ექაურობა და რაიონის ახალგაზრდულ დეპარტამენტმა გადაწყვიტა ამ შენობების აღდგენაში. ახალგაზრდული დეპარტამენტის თანამშრომლები ვარაუდობენ, რომ მათ ამ მხრივ ფინანსური პრობლემები არ შეექმნებათ. თუმცა ასეთი ვარაუდი დღევანდელი თვალსაჩინოდან ცოტა არ იყოს თამამად ნათქვამზე მსგავსება. ჩვენს კითხვაზე რა ფუნქციები ექნება რაიონის ახალგაზრდულ პარლამენტს და ხომ არ განმეორდება მხოლოდ მცირე მასშტაბებით ის, რაც დღევანდელ საქართველოს პარლამენტში ხდება, ასეთი პასუხი მივიღეთ. ეს ანალოგიური არ იქნება, ეს არის უბრალოდ ახალგაზრდული პარლამენტი, სადაც გააწყდება ახალგაზრდობის პრობლემები ქარელის რაიონში. სადაც იქნება ყველა ის საჭიროებო საკითხი, რომელიც დღესდღეობით ახალგაზრდობას უჭირს, ყველა ის პრობლემა, რომელიც ახალგაზრდობას აწუხებს. ეს მე მგონი დღესდღეობისთვის აუცილებელი იყო ქარელის რაიონში ჩამოყალიბდა ახალგაზრდული პარლამენტი, გააგრძელებს თავის მუშაობას და რაიონს დაანახებს, რომ ახალგაზრდობა შეუძლია თავისი თქო თქვას. ქარელის რაიონის ახალგაზრდული პარლამენტის წევრები უფროსი კოლეგებისაგან განსხვავებით მუშაობას მხოლოდ ახლა იწყებენ, ასე რომ წინა საარჩევნო მარათონი მათ დაბრკოლებებს ვერ შეუქმნის. ქარელის რაიონის კომისარიატში მნიშვნელოვან საკადრო ცვლილებებს ელიან. წლევანდელების გაცილებაში კი რაიონის ახალგაზრდული დეპარტამენტი ძღებულობს მონაწილეობას. 12 მაისს ქარელის რაიონის სამხედრო კომისარიატიდან 6 წლევანდელი საქართველოს შეიარაღებულ ჯარებში გააცილეს. რესპუბლიკის ტერიტორიაზე საგაზაფხულო გაწევა 10 მაისს დაიწყო. 11 მაისს კი ქარელის რაიონში პირველი გაწევა შედგა და 2 წლევანდელი საქართველოს შეიარაღებულ ჯარებში ჩაირიცხა. რაც შეეხება გუშინდელ დღეს, ქარელის რაიონის გამგეობისა და ახალგაზრდული დეპარტამენტის ინიციატივით მათ პატარა საზეიმო ცერემონიალი და გულთბილი გაცილება მოუწყეს. ყველა წლევანდელი დაუწყებულია, ნაწილი კომისიებზე გასატარებელია ისევ შემდგომში და გაირკვევა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა. აგრეთვე გადაავადებების თუ ეკუთვნით რაიმე შეღავათებები ოჯახური პირობების გამო, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სწავლის გასაგრძელებლად, რა თქმა უნდა, გამოცხადების შემდეგ, სათანადო დოკუმენტების გაფორმების შემდეგ ზოგს გავიწვევთ, ვისაც ეკუთვნის გაწევა, ზოგს გაუფორმდება გადაავადება. რაც შეეხება თავად რაიონის სამხედრო კომისარიატს, რამდენიმე დღეში აქ მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებებია მოსალოდნელი. სამხედრო კომისარიატის ხელმძღვანელის პოსტს სულ მალე ახალი კომისარი დაიკავებს. ქარელის რაიონის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში განათლების მუშაკთა საზეიმო შეხვედრები უკვე ტრადიციად იქცა. ამჯერად ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა პენსიაში გასული კოლეგებიც გაიხსენეს. მაისს ქარელის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში კაფეს აღომა მოეწყო. ამჯერად შედგა შეხვედრა რაიონის ბიბლიოთეკის თანამშრომლებთან.
მოწვეული იყვნენ აგრეთვე ბიბლიოთეკის ვეტერანი მუშაკები. საალო ტრადიციისამებრ წარიმართა. ისაუბრეს ადამიანისთვის წიგნის მნიშვნელობაზე, ბიბლიოთეკის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე, სიტყვის ცვილი და მუსიკა. პირველად გაიხსენეს რაიონის ბიბლიოთეკების ღირსეული ვეტერანი თანამშრომლები, რომელთაც მოსვლა ამ საღამოზე ვერ შეძლეს. შემდეგ კი ისინი დაახასიათეს, ვინ საღამოს ესწრებოდნენ. იმდენად დიდი იყო ამ შეხვედრით გამოწვეული სიხარული, რომ ვეტერანი ბიბლიოთეკარები ცრემლებს ძლივს იკავებდნენ. ჩემი მუშაობის თავიდანების შემდეგ ძალიან კმაყოფილი დავჭი მიუხედავად ამისა, რომ ერთმანეთს სიხარული და კირილით შევხვდით. კმაყოფილი დავჭი ამ ჩემი თანამშრომლობისა. თქვენ გაგეგრძელებინოთ მუშაობა სულ ჯანმრთელად და ბედნიერად. ვეტერანდა დღეს ამ დარგში მომუშავე 8 მოსულ თანამშრომლებს ფასიანი საჩუქრები გადასცეს. კაფეს აღმოს მთავარი მიზანი კი მაინც იყო ამ ადამიანების ერთად შეხვედრა და მათთვის იმის თქმა, რომ ისინი ჯერ კიდევ ახსოვთ. რაც შეეხება ჩვენ სპორტულ ინფორმაციას, დღეს ქარლის იბერია საკუთარი მოედნის დისკვალიფიკაციის გამო მორიგ შეხვედრას დინამორთან გორის დილას მოედანზე გამართავს. ჩვენ კი მოგილოცავთ თამარობის დიდ დღესასწაულს და მორიგ შეხვედრამდე დაგემშვიდობებით.